თავი მე-16. გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა 7 ანგელოზს. წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძინვარების 7 თასი. წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს. გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მყვრისაგან და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში. გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე და იქცა სისხლად. გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე. ვინაიდან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სასმელად სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს. გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: დიახ უფალო, ღმერთო ყოვლის მყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი. გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის. გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეთდნენ. გმობდნენ ზეციურ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები. გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეზე, ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდია. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუ წინასწარმეტყველის პირიდან გამოსული 3 უწმინდური სული, როგორც ბაყაყები. ესენი ეშმაკი სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლის მყრობელი ღვთის დიდი დღისათვის. აჰა, მოვდივარ როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი. შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება. გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: აღსრულდა! იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა. დიდი ქალაქი დაიყო 3 ნაწილად და წარმართთა ქალაქები დაემხო და მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძინვარების ღვინის თასი. ყოველი კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა. ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე. გმობდნენ ადამიანები ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მისი წყლული.